მოგესალმებით ყველას, მოდით მოვამზადოთ უგემრიელესი ტრადიციული შქმერული. შეუდგეთ საქმეს ძალიან მარტივი რეცეპტი გილოდებათ წინ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ვიყენებ ბიუ-ბიუს უგემრიელეს ნედლ ქათამს. ქათამი დავამუშავო და შენგუმში გაზის ფარსუნკის დახმარებით შევდრუსოთ. აუცილებელია გაერეცხოს და შენგუმში მოვაყაროთ ორივე მხარეს მარილი. მარილი თანაბრად გადავანაწილოთ ქათმის ზედაპირზე. შენგუმში კი დროებით გადავდოთ. საწყობ ტაფაზე მოვათოსოთ კარაქი. კარაქის ზედაპირზე კი მოვათოსოთ ქათამი. ქათამის ზედაპირზეც მოვათოსოთ ისევე კარაქი. გამოვაცხოთ წინასწარ გაცხლებულ ხუმაში 200 გრადუსზე ზედაქვედაწვის რეჟიმით ოქროსფერ ზედაპირამდე. სანახში მოვათავსოთ ნიორი და მარილი. დავნაყოთ ყველაფერი კარგად. უნდა მივიღოთ პასტისებური მასა. ასეთი არაჩვეულებრივი მასა უნდა მივიღოთ. ამასობაში ქათამიც გამოცხვა. გადმოვიტანოთ ცალკე თეფშზე. გავაგრილოთ და შენგუმში დავჭრათ დაფაზე. სასურველ ნაჭრებად. როგორც თქვენს გულს გაუხარდება, ისეთ ნაჭრებად დაჭერით. დანაწევრებული ქათამი დროებით გადავდოთ. ეხლა კიდე გვჭირდება ტაფაზე დარჩენილი ნამწვავი. ნამწვავი უნდა წამოვადუღოთ. დავუმატოთ დანაყული ნიორი. აუცილებლად ყველაფერი კარგად მოვშუშოთ. შენგუმში კი დავუმატოთ ცივი წყალი. გადავურევთ ყველაფერი კარგად, სანამ გაიხსნება მასა. გახსნილ მასაში მოვათავსოთ დანაწევრებული ქათამი. ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი. ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი შქმერული გამოგვივიდა. გადმოვიტანოთ სერვირების თეფშზე და შენგუმში პურთან ერთად მივირთვათ. ასეთი არაჩვეულებრივი კერძი გამოგვივიდა. აუცილებლად სადეთ არ ენანებთ, ნამდვილად გემრიელია.